ხერხემლის მალთაშორისი დისკის თიაქარი რა სახის დაზიანებაა? ეს არის მალთაშორისი დისკის ტრავმული დაზიანება. სანამ დაზიანებაზე ვილაპარაკებ, მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ მალთაშორისი დისკის ანატომიურ აღნაგობაზე. მალთაშორისი დისკი შედგება გარედან ფიბროზული რკალისაგან, რომელიც ძალიან მყარია. რკალის შიგნით კი მდებარეობს პულპოზური სითხე ბირთვით. თიაქრის დროს ზუსტად ფიბროზული რკალის დაზიანების შედეგად პულპოზური სითხე გამოედინება გარეთ და აწვება ნერვულ წნულს. მიზეზი ხერხემლის მალთაშორისი დისკის ტრავმისა და შემდგომ თიაქრის განვითარებისა არის: პირველი, მალთაშორისი დისკის ხშირი და ზედოზირებული დატვირთვა. მეორე, ხერხემლის ტრავმა. მესამე, ხერხემლის ანთებით დეგენერაციული ცვლილებები. მეოთხე, მძიმე წონა. მეხუთე, არასწორი ხერხემლის სპორტული დატვირთვა და მძიმე წონებით ვარჯიში. მეექვსე, უმოძრაო ცხოვრების წესი და უცებ დატვირთვებზე გადასვლა. იმის გამო, რომ ხერხემლის მალთაშორისი დისკის თიაქარი არის მალთაშორისი დისკის ტრავმა, მას უნდა უმკურნალო როგორც ტრავმას. ანუ მწვავე სტადიაში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამოხუჩებელი ფიზიკური სიმშვიდე 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ სამკურნალო ფიზიოპროცედურები. ესენია ლაზეროთერაპია, ელექტრომაგნიტური თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია და არაელექტროფორეზი, რომელიც ძალიან სუსტი და უმრავლეს შემთხვევაში არაეფექტური манипуляციაა. შემდეგ, როდესაც ტკივილი შემსუბუქდება, პაციენტს უნდა ვურჩიოთ ფეხით სიარული და როდესაც მდგომარეობა გაუმჯობესდება, სამკურნალო ვარჯიში. ზოგადად იცოდეთ, ორგანიზმში ყველა ტრავმა ხორცდება და მალთაშორისი დისკის თიაქარიც კვალიფიციური მკურნალობით ოპერაციის გარეშე განიცდის რეზორბციას, ანუ შეხორცებას. მწვავე პერიოდში და შემდეგაც კატეგორიულად დაუშვებელია ტურნიკზე ჩამოკიდება, კინეზოთერაპია, ხერხემლის მშრალი ან წყალქვეშა გაჭიმვა, ხერხემალზე ხელის დარტყმა ვითომცდა თიაქრის ჩასწორების მიზნით. და ბოლოს კიდევ ვიმეორებ, ხერხემლის თიაქარი მალთაშორისი დისკის ტრავმაა და ამ დროს, როდესაც დაზიანებულია მალთაშუა დისკი, ჩვენი არასწორი, არაკვალიფიციური ქმედებით უფრო ვაზიანებთ დამატებით ისედაც დაზიანებულ მალთაშორის დისკს.